გამარჯობა. ვაგრძელებთ ფრთიან ფრაზებს და დღევანდელი ფრაზა არის ტინდა რეოსის ფიცი. ვიდეოში, სადაც მე ელენეს გათხოვებაზე ვისაუბრე, ვრცლად გიამბეთ ამ ფიცის შესახებ. ვისაც არ აქვს ნანახი, ვურჩევ ნახოს ეს ვიდეო, ხოლო ვისაც ნანახი აქვს, მათ შეგახსენებთ, რომ იმდენად დიდი იყო რაოდენობა ამ სასიძოების და ისეთი ძლიერი იყო სურვილი ელენეს ქმრობის, რომ მეფეს შეეშინდა საქმროები ერთმანეთს არ დარეოდნენ და სისხლი არ დაღვრილიყო. ოდისევსმა მას ურჩია, რომ ფიცი დაადებინეს სასიძოებს, ვინც არ უნდა აირჩიოს ელენემ ქმრად, მოუწონონ ეს არჩევანი და არა თუ მოუწონონ, არამედ შემდგომში თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება ამ ქორწინებას, დაეხმარონ მის ქმარს ამ ქორწინების შენარჩუნებაში. ოდისევსი სხვათა შორის თვითონაც იყო ამ საქმროების რიცხვში და რაში აწყობდა ამ ფიცის დადება, საინტერესოა, ხო? ბუნებრივია, ჩნდება ეს კითხვა. მას დიდი შანსები არ ჰქონდა ელენესთან. ეხლა იქ მასზე უფრო სიმდიდრითაც, სიძლიერითაც, ეხლა ფიზიკურადაც უფრო ძლიერი კანდიდატებიც იყვნენ, ამიტომ დიდათ ეხლა აირჩევდა არა და აგერ მას უკვე მონიშნული ყავს სხვა ქალი, პენელოპე, ტინდარეოსის ძმისშვილი, იკაროსის ქალიშვილი, რომელიც მას უფრო მეტად მოსწონს და ტინდარეოსთან დაახლოება უნდა, აი ამ რჩევას აძლევს იმიტომ, რომ შემდეგ მან თავის ძმასთან უშუამდგომლოს, რომ პენელოპე ცოლად მიათხოვოს. რა თქმა უნდა, ტინდარეუსი დავალებულია ოდისევსისგან და ხვდება, რომ მან ასეთი კარგი რჩევა მისცა და გადაწყვეტილება მიაღებინა და ბუნებრივია ის ეხმარება თავის ძმასთან, უშუამდგომლებს ოდისევსს და აი ასე ყოველგვარი კონკურსების, ყოველგვარი შეჯიბრების და ასპარეზობის და შეჯიბრის გარეშე, ესე იგი პენელოპეს მიათხოვებენ ოდისევსს. აი ამ შუამდგომლობის შემდეგ. ყავს ესე იგი ორი წყვილი პენელოპე და ოდისევსი და აქეთ მენელაოსი და ესე იგი ელენეც დავაწყვილეთ, უკვე ორი წყვილი ყავს. ახლა ესენი დავტოვოთ წარსულში და დავეწიოთ აწმყოში ხომალდს, რომელიც მიცურავს ტროასკენ და მიყავს ელენე ახალ ქმართან ერთად. ჩამოდის მენელაოსის სახლში, არ ხვდება დედოფალის სასახლეში და განრისხებულია, გაგიჟებულია, ახსენდება ეს ფიცი, რომლითაც შეკრულები არიან ლამისა ეს მთელი საბერძნეთის სასიძოები საბერძნეთიდან და აგზავნის ყველგან მაცნეებს, რომ ესე იგი შეახსენოს ეს ფიცი, რომლითაც შეკრულები არიან და აგერ მას უკვე დახმარება სჭირდება, მისი ქორწინება შებღალულია, ცოლი გატაცებულია და უნდა დააბრუნებინონ, მოკლედ უნდა წავიდეთ, გავილაშქროთ და დამაბრუნებინოთ ეს ცოლი. რა თქმა უნდა, ახლა ფიცის გატეხვა ის იმდენად ძალიან სამარცხვინოა, ამას სიკვდილი ურჩევნიათ და აგერ ოდისევსსაც მიადგებიან, ოდესღაც დადებული ფიცი აქვს მას და მიადგებიან აგამემნონი და მენელაოსი, რომ წამოიყვანონ ახლა ესეც ამ ლაშქარში ჩააბან. ძალიანაც არ უნდა ოდისევსს წასვლა, იმიტომ რომ იცის წინასწარმეტყველება, რომ ეს ომი გაგრძელდება დიდხანს და ძალიან ნატანჯი და ნაწამები დაბრუნდება და ხანგრძლივია თუ წავა, დიდი ხნით წავა და ხანგრძლივი წოწიალის და წანწალის შემდეგ დაბრუნდება იგი შინ და თანაც ახლა ყავს საყვარელი ცოლი, ვაჟი შეეძინა, აგერ პატარა ტელემაქე ყავს და არ უნდა წასვლა, მოკლედ ამ ომში და გადაწყვეტს, რომ შეშლილად, გიჟად მოაჩვენოს ამ ძმებს თავი.
და გავა ესე იგი ხარებს შეაბავს გუთანში და გავა მინდორში და ხნავს ამ გუთნით ესე იგი ამ ხარების მიერეკება და ხნავს ამ მინდორს და აყრილს მარილს, ვითომ მარილს თესავს. და ვითომ შეშლილი ვარო და თან მღერის. ხო და განანახა ეს ძმები და უყურებენ გიჟად აჩვენებს თავს და ამათთან ერთად არის პალამედესი, რომელიც ასევე გონიერი და ჭკუით გამოირჩეოდა და ესე იგი რას მოიფიქრებს, აიყვანს ამ პატარა ტელემაქეს შვილს, ოდისევსის შვილს და ესე რომ მიდის გუთანი და ხარების ხომის და აი ესე ჩაუგდებს ამ ხარებს, ჩაუგდებს ფეხებთან. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ახლა გიჟი არ არის, ხო? შვილია მისი და რანაირად გადაუვლიდა ამ ხარებით და გუთნით ამ თავის მცირეწლოვან ბავშვს და ნუ გაჩერდება, გააჩერებს ამ ხარებს და აქ გამოაშკარავდება, რომ ის არ არის გიჟი, შეშლილი არ არის და ნუ მოკლედ იძულებულია, რომ ამ ლაშქარში ჩაებას თვითონაც და მონაწილეობა მიიღოს ამ ომში. ეხა ამ ფიცთან დაკავშირებით, ესე იგი ფიცმა შეკრა ლამის მთელი საბერძნეთი და ეს პატარა კონფლიქტი, რომელიც ესე იგი იყო კერძო კონფლიქტი, რომელიც მენელაოსსა და პარის შორის იყო, აი ამ პატარა კონფლიქტიდან გადაიზარდა აი ამ ფიცის გამო, გადაიზარდა პანბერძნულ ესე იგი ომად. და აი ეს იყო პირველი კოალიციური ლაშქარი, რომელთელს აი ამ ანტიკურ მითოლოგიაში, რომელიც შემდეგ ესე იგი აი ესეთი დიდი მასშტაბით მთელი აი ეს საბერძნეთის ლაშქარი, აი ეს კოალიციური ლაშქარი დაიძრა ტროას წინააღმდეგ 1000-ზე მეტი ხომალდით. და ნუ ახლა ამ 1000 ხომალდში რამდენი მეომარი იჯდა კიდევ, ხო, ამას ვინ მოსთვლის. რაც და ახლა დაიძრებიან და წავლენ ტროას წინააღმდეგ და ესეც შემდეგი ვიდეოსთვის გადავდოთ ეს ამბებიც. ხო და რაც შეეხება ჩვენს ფრაზას ტინდარევსის ფიცი. აქ ორი მნიშვნელობით შეგვიძლია ეს ფიცი განვმარტოთ და ამ მნიშვნელობა აქვს ორგვარი, იმიტომ რომ ფიცი რისთვის იქნა დადებული, ხო, რაღაც პატარა საფრთხე, რომ აერიდებინათ თავიდან, ესე იგი მეფეს რომ აერიდებინა თავიდან ამ სასიძოების სისხლის ზღვრა, ანუ უფრო ვიწრო გაგებით, აი იმ სასახლეში სისხლის ზღვრა, რა თქმა უნდა, უფრო ცოტა რაოდენობა იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ ამ ტროაში მოხდა და რაც დაინგრა და დაიხოცა, ხო? და აი ეს პატარა საფრთხე ფიცმა გადააქცია აი ასეთ მასშტაბურ ომად და ასეთ უფრო მასშტაბურ მსხვერპლად. აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი მნიშვნელობითაც ვიხმაროთ, როდესაც რაღაცა პატარა საფრთხის გამო, ესე იგი რაღაც სიტყვა გვაქვს მიცემული რაღაც პატარა საფრთხის აღმოფხვრაზე, რომელიც შემდეგ ასეთ უფრო ფართო მასშტაბიან, ესე იგი საფრთხედ გადაიქცევა. აი ამ მნიშვნელობითაც შეგვიძლია ვიხმაროთ და კიდევ იმ მნიშვნელობით შეგვიძლია ვიხმაროთ, რომ რაღაც სიტყვა ფიცი გვაქვს დადებული და ამ ფიცს არ ეღალატება ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, სამარცხვინოა ასეთი ფიცის ღალატი, ვინმესთან თუ გვაქვს რაღაცა სიტყვა მიცემული, დაპირება გვაქვს მიცემული, აუცილებლად არის შესასრულებელი ეს და ამ დროსაც შეგვიძლია ვიხმაროთ, რომ ეს აუცილებლად შესასრულებელია ისევე როგორც ტინდარეუსის ფიცი.
დღეს მგონი ჯობია რომ აქ დავამთავრო, შემდეგ ვიდეოში უკვე გადავალთ აქილევსზე. აქილევსზეც მინდა ისევე როგორც ოდისევსი არიდებდა თავს ამ ომს, აქილევსიც ასევე არიდებს თავს, მასაც არ უნდა წასვლა ომში და აი თუ რა ხრიკებს მიმართავს, რა ოინებს მიმართავს, ეს შემდეგ უკვე აქილევსი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა ამ ომში და რა თქმა უნდა, მას უნდა მივუძღვნათ ცალკე ვიდეო, ასე გაკვირით თქმა არ შეიძლება მასზე, მე ვერ ვისაუბრებ აქილევსზე ასე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც აქილევსზე ვისაუბრებ, დღეს აქ დავამთავრებ მომავალ ფრაზამდე.